დღევანდელი დღის თემა. წავიდა აბრაამი დილა ადრიან იმ ადგილისკენ და დადგა იქ უფლის წინაშე. გუშინდელმა საუბარმა სამარტელი ქალის შესახებ საკმარისად გვაჩვენა ენით აუწერელი მოთმინება უფლისა, მისი განსაკუთრებული მზრუნველობა და სამარტელი ქალის მადლიერება თქვენ ნახეთ. როგორ დარწყულდა სულიერი წყაროს ღვთიური ნაკადით და ამგვარად დაბრუნდა სახლში და საკუთარ თავზე გააცხადა ღვთის სიტყვა, რომელმან სუას წყლისა მისგან რომელიმე მივსცე მას, არღარას წყუროდის უკუნისამდე არამედ წყალი, რომელიმე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდეს ცხოვრებად საუკუნოდ. თავად ამ ღვთაებრივი და სულიერი წყაროთი ახსილმა მხოლოდ საკუთარ თავში კი არ დამალა ეს უხვათა მომდინარე წყარო, არამედ ქალაქის მაცხოვრებლებსაც უწილადა და ქალი, სამარიტელი, უცხოტომელი, უეცრად მქადაგებელი გახდა. თქვენ ნახეთ რაოდენ მნიშვნელოვანია სულიერი მადლიერება, ნახეთ უფლის კაცმოყვარება, როგორ არ იწუნებს არავის, არამედ თვით დედაკაცს, თვით უპოვარ ადამიანს, ვიშიც კი მხნედა მგზნებარე სულს პოულობს, დაუყოვნებლივ თავის მადლს მიულენს. ამიტომ გარწმუნებთ, მივბაძოთ ამ ქალს და სრული ყურადღებით მივიღოთ სულის შთაგონება, რადგან სწავლება, რომელსაც გადმოგცემთ, ჩვენ კი არ გვეკუთვნის და ჩვენით არ უღაღადებთ, არამედ ჩვენ მიერ უფლის კაცმოყვარეობა მოქმედებს თქვენ სასარგებლოდ და ღვთის ეკლესიის დასამყარებლად. მაშა ასე საყვარელნო, ნუ მიყურებთ მე, მოლაპარაკეს და ჩემს არასრულ ფასოვნებას, არამედ რაკიღა უფლის სიტყვას გადმოგცემთ, გონება ჩემი წამგზავნელისკენ მიმართეთ, ყურადღებით შეიწყნარეთ ჩემი სიტყვები. ადამიანურ საქმეებშიც, როცა მეფე შემოსილი დიადემით სიგელს აგზავნის, თუნდაც მისი მიმტანი თავისთავად არაფერს წარმოადგენდეს და სრულიად უმნიშვნელო ადამიანი იყოს, ზოგჯერ ისეთიც კი, ვინც თავის წინაპართ შორის ამდენიმე მნიშვნელოვან ადამიანსაც კი ვერ ჩამოთვლიდა, იყოს უცნობი თვითონაც და მისი წარმომავლობაც, სიგელის მიმღებნი ამას ყურადღებას არ აქცევენ. მნიშვნელოვანი მეფის სიგელია, რომელსაც უდიდესი შიშით და მოკრძალებით იღებენ. ამგვარად, თუ ადამიანის მიერ მოტანილ სიგელს ყველა რიდითა და პატივით იღებს, მეტადრე საჭიროა სრული ყურადღებით მიიღოთ ღვთის სიტყვა ჩვენი მეშვეობით გადმოცემული, რომ კეთილგანწყობილი გულისთვის მისაგებელი მიიღოთ. უფალი კი დაინახავს თუ არა თქვენი სულის მზაობას, მყისვე უხვად გარდამოგივლენთ შეგონებებს და უფრო გაგიღრმავებთ აღქმის უნარს, რათა დარიგებების უკეთ გაგება შეძლოთ. მადლის სულის სიმდიდრეა და სხვებზე გადმოდინებით კი არ მცირდება, პირიქით, მრავლდება. რაც უფრო ბევრი გადმოდინდება, მით უფრო მეტნი იქნებიან ისინი, ვინაც მადლს ეზიარებიან და მით უფრო გამრავლდება ღვთის საჩუქარი. ასე რომ თუ გსურთ, დღესაც მიუბრუნდეთ ჩვენს ადრინდელ საუბრებს და ვნახოთ რაზე შევაჩერეთ სიტყვა და საიდან არის საჭირო მისი განგრძობა. სადამდე მივიყვანეთ საუბარი და რაზე შევწყვიტეთ ქადაგება. ლოტზე და სოდომის გადაწვის შესახებ საუბრობდით. იქ შევჩერდით, სეგორში როგორ გადარჩა მართალი, მზე ამოვიდა ქვეყანაზე და ლოთიც მივიდა სეგორს. ნათქვამია წმინდა წერილში. მაშინ სოდომელებს უფლის რისხვა ეწია და ეს აღიგავა მიწისაგან პირისა. მართალის ცოლმა დაივიწყა ანგელოზების ნათქვამი და უკან მიიხედა, რისთვისაც მარილის სვეტად გადაიქცა და მომავალი თაობებისთვის თავისი უყურადღებობით მარადიულ ძეგლად დარჩა. დღეს განვაგრძოთ. აუცილებელია სიყვარულით ვისაუბროთ ყოველივე იმაზე, რაც მამამთავარ აბრაამის მიმართ თანაგრძნობას, სიყვარულს და ღვთისწყალობას დაგვანახებს. როცა მზის ამოსვლისას მართალი ლოთი სეგორს აფარებდა თავს და სოდომელებს სასჯელი ეწიათ, მამამთავარი განიცდიდა მათ დაღუპვას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავიანთი უღმერთობის გამო ისჯებოდნენ. იგი ძალიან ზრუნავდა მართალ ლოტზე და ამიტომ დილით ადრე მივიდა მომხდარის სანახავად. წავიდა აბრაამი დილა ადრიან იმ ადგილისკენ და დადგა იქ უფლის წინაშე. გახედა სოდომსა და გომორს და, ხედავს, კვამლი ასდის მიწას, როგორც საკირიდან ავარდნილი ბოლი. იმ ადგილას, სადაც უფალს ესაუბრა და სოდომის მცხოვრებლებს უშუამდგომლა, ამ საშინელის სასჯელის კვალი დაინახა და სცადა, რაიმე გაეგო ლოთის შესახებ. ასეთია წმინდა კაცების თვისება, ისინი ყოველთვის მოსიყვარულენი და თანამგზნობნი არიან. საღვთო წერილიც, ჩვენ რომ გვაჩვენოს, რა სწრაფად შეატყობინა სულის მადლმა ის, რისი ცოდნაც სურდა, რომ მართალი ეხსნა მწუხარებისგან, ლოთის გამო რო განიცდიდა იგი ამბობს. როცა ამხობდა ღმერთი იმ ხარის ქალაქებს, გაიხსენა ღმერთმა აბრაამი და გაარიდა ლოთი ნგრევას, როცა ანგრევდა იმ ქალაქებს, სადაც ცხოვრობდა ლოთი. რას ნიშნავს? გაიხსენა ღმერთმა აბრაამი, აქ ის შუამდგომლობა იგულისხმება, რომელიც აბრაამმა შემდეგი სიტყვებით გამოხატა. ნუ თუ მართალ კაცს ბოროტეულთან ერთად დაღუპავ? ეს როგორ? იკითხავს ვინმე. მართალი ლოთი მამამთავრის შუამდგომლობით გადარჩა და არა საკუთარი სიწმინდით. დიახ, მამამთავარის შუამდგომლობითაც. როცა თვითონაც ვიმსახურებთ წმინდანის მეოხებას, დიდი სარგებელი მოაქვს და პირიქით თუ დაუდევრები ვართ და ჩვენი ხსნის იმედს მხოლოდ წმინდანებს ვაკისრებთ, არაფერში წაგვადგება, არა იმიტომ რომ წმინდანებს ძალა არ შეცევთ, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი დაუდევრობით ვიღუპავთ თავს. უნდა იცოდე, როცა თვითონ დაუდევრები ვართ, თუნდაც მართლები, ან და წინასწარმეტყველები გქომაგობდნენ, ვერაფერს ვირგებთ. აი მოისმინე, რა შეუბნება უფალი დედის მუცელშივე ნაკურთხ იერემია წინასწარმეტყველს. ნუ ილოცებ ამ ხალხისთვის, ნუ აღავლენ ლოცვა-ვედრებას, ნუ შემეხვეწები, რადგან არ მოგისმენ. ყურადღება მიაქცია უფლის კაცმოყვარეობას.
ის აფრთხილებს წინასწარმეტყველს, უფლის მხრიდან მისი ლოცვა-ვედრების არ შესმენა საკუთარ დანაშაულად არ მიიჩნიოს. სწორედ ამიტომ ამ ცნობს წინასწარ ხალხის უპატიოსნების შესახებ და უკრძალავს მათთვის ლოცვას. წინასწარმეტყველმაც უნდა იცოდეს იუდეველების უკიდურესი უპატიოსნება და იუდეველებმაც უნდა გაიგონ, რომ წინასწარმეტყველი ვერ დაეხმარება მათ, თუ მათ თვითონ არ ისურვეს. ვიცით, ეს საყვარლებო, რა თქმა უნდა, შუამდგომლობისთვის წმინდანებს მივმართავთ და ვთხოვთ ილოცონ ჩვენთვის, მაგრამ მხოლოდ მათი შუამდგომლობის იმედად არ უნდა ვიყოთ თვითონაც სათანადოდ უნდა შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა და ვიზრუნოთ ჩვენს გამოსწორებაზე, რათა წმინდანების შუამდგომლობამ არ დაკარგოს თავისი ძალა. კიდევ ერთ ადგილას უფალი ეუბნება წინასწარმეტყველს. განა ვერ ხედავ, რა სჩადიან იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში. შვილები შეშას აგროვებენ, მამები ცეცხლს ანთებენ, დედაკაცები ცომს ზელენცის დედოფლისთვის კოტორების გამოსაცხობად. საღვრელს უღვრიან უცხო ღმერთებს ჩემს გასაჯავრებლად. თითქოს ღმერთი ეუბნება, ასეთ ადამიანებს მავედრებ, რომლებიც არ ერიდებიან უწმინდურობას, რომლებიც სრულიად არ გრძნობენ ავად რომ არიან და უდარდელად ცხოვრობენ. ნუ თუ ვერ ხედავ მათ უკიდურეს დაუდევრობას, ვერ ხედავ მათ უდიდეს სიგიჟეს, ჯერ კიდევ როგორ არ მოყირჭდათ უპატიოსნება და როგორც ღორები ტალახში ისე ამოსვლან თავიანთ ცოდვებში, თუ მათ ჰქონდათ მოლოდინი, რატომ არ იღეს ყურად გამუდმებული გამოცხადებები? განა მე არ ვევედრები მათ წინასწარმეტყველის საშუალებით. მე ვთქვი მას შემდეგ, რაც ყოველივე ეს ჩაიდინა. ჩემკენ მოიქეცი მეთქი, მაგრამ არ მოგცეულა? მარტო მე ხომ არ ვითხოვ მოეშვან სპიერებას და შეწყვიტონ ბოროტება? განა ვთხოვ ხოლმე პასუხი აგონ ძველი საქმეებისთვის, როდესაც მათში მონანიების სურვილს ვამჩნევ. განა ყოველ დღე არ მოგიწოდებთ. განა მსურს ბოროტეულის სიკვდილი. არამედ რომ მოიქცეს თავისი გზებიდან და იცოცხლოს. განა იმ მიზნით არ ვაკეთებ ყველაფერს, რომ ცდომილებით გატაცებულები დაღუპვისაგან გადავარჩინო? ნუ თუ ვაყოვნებ, როცა ვხედავ მათ მოქცევას. განა მე არ ვთქვი, შეხაღადებ და იტყვის. აქ ვარ, თუ თვითონ სურთ გადარჩენა, როგორ ვზრუნავ, რომ ყველანი გადარჩნენ, რომელსა ყოველთა კაცთა ხნებავს ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლა. ნუ თუ იმისათვის მოგიყვანე შენ არარსობიდან რომ დაგღუპო? ნუ თუ ტყუილ უბრალოდ მოგიმზადე ზეციური სამეფო და უთვალავი, ენითა უწერელი სიკეთე? გეენით იმისთვის არ გემუქრებოდით, რომ თუნდაც ასეთი საშუალებით წამექეზებინა თქვენი სწრაფად სათასასუფევლისკენ? ასე რომ, ნეტარო წინასწარმეტყველო, დატოვე ისინი და ნუ მოიტან ჩემამდე მათზე ლოცვებს, იზრუნე მხოლოდ იმაზე, რომ უმკურნალო მათ ავადმყოფობას, რომ მოიყვანო ისინი გრძნობაზე საკუთარი თავის დასახმარებლად და სისაღე დაუბრუნო. მაშინ მეც ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზეა დამოკიდებული. მე არ ვაყოვნებ და არ გადავდებ სამომავლოდ, როცა ვხედავ კეთილგანწყობილ სულს. მხოლოდ ერთს ვითხოვ ცოდვების მონანიებას. და ამის შემდეგ მათ აღარ გავასამართლებ. რთულია და მძიმე ჩემი მოთხოვნა. მე რო არ ვიცოდე, რომ ცოდვების მოუნანიებლობა უარესებად აქცევს მათ, ამას არ მოვითხოვდი, მაგრამ ვიცი, ადამიანთა მოდგმა ცოდვებისკენ არის მიდრეკილი. ამიტომაც მსურს მოინანიონ თავიანთი ადრინდელი ცოდვით დაცემა, რომ ახსარება აკავებდეთ იმავე ცოდვებით ხელახლა დაცემისგან. ამაზე რომ ვფიქრობ, საყვარელნო და წარმოვიდგენ კაცთმოყვარეობას ჩვენი უფლისა, გთხოვთ, ნუ ვიქნებით დაუდევარნი, არამედ უწინარეს ყოვლისა, ყველაზე მეტად ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, განვიწმინდოთ ბილწი ცოდვებისგან და შემდეგ უკვე მივმართოთ წმინდანებს შუამდგომლობისთვის. თუმცა, თუ გამოფხიზლება მოგვინდება, საკუთარი ლოცვები უდიდეს სარგებელს მოგვიტანს. კაცთმოყვარეა უფალი ჩვენი და იმდენად არ გვისრულებს, როცა სხვების თხოვენ ჩვენს ნაცვლად, რამდენადაც იმას, რასაც თვითონ თხოვთ. მიაქციე ყურადღება მისი სიკეთის დიდებულებას. ის ხედავს, რომ დავეცით, უწმინდურებაში ჩავვარდით, არ გვაქვს კადნიერება მის წინაშე. მაგრამ როცა თუნდაც ცოტათი წამოვდგებით და გადავწყვეთ მისი კაცთმოყვარეობის სიმდიდრეს მივმართოთ, მაშინვე გვპატიობს, დაცემულს თავის ხელს გვიწვდის, წამოგვაყენებს და მოგვიწოდებს. განა ვინც დაცემულა არ ამდგარა, მაგრამ იმის დასამტკიცებლად, რომ ბევრმა საკუთარი თხოვნით უფრო სწრაფად მიიღო სასურველი, ვიდრე სხვების თხოვნის შედეგად, საჭიროა მაგალითების მოტანა. ამ მაგალითებმა შეიძლება ჩვენც წაგვახალისოს მისაბაძად და გასაჯიბრებლად. აი, მოვისმინოთ, დანაღვლიანებული ქალი, უცხოტომელი, რომელიც განიცდიდა სულიერ ტანჯვას სულის ექიმის და მზის სხივის დანახვაზე, ბნელში მსხდომთათვის რომ ამობწყინდა, გულისხმიერებით მგზნებარე მოშურნეობით მიადგა მას და არ დააბრკოლა ის არც იმ გარემოებამ, რომ ქალი იყო, არც უცხოტომელობამ. არად ჩააგდო ეს გარემოებები, მივიდა და უთხრა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამე თუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულარს. მაგრამ იდუმალ ზრახვათა წარმართველი ფიქრობს და არ პასუხობს, ყურად არ იღებს მის სიტყვებს და არ თანაუგრძნობს მასთან ასეთი ვარამით მოსული ქალის უძლურებას. ის აყოვნებს სურს ყველას წინაშე გახსნას ფარული განძი. მან დაინახა მასში დაფარული განძი და არ უნდა რომ ის ჩვენთვის უცნობად დარჩეს. ამიტომ აყოვნებს და არ პასუხობს, რათა ამ ქალის უდიდესი სიმტკიცე გაკვეთილად იქცეს მომდევნო თაობებისთვის. ნახე გამოუთქმელია უფლის სიკეთე. სახარებაში ნათქვამია: იესო არა მიუგო მას სიტყვა,
მოწაფეებმა თავი მასზე უფრო თანამგრძნობად და კაცთმოყვარედ წარმოიდგინეს, თუმცა ვერ გაბედეს პირდაპირ ეთქვათ. შეასრულე მისი თხოვნა, შეიწყალე იგი და რას ეუბნებიან. განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგვიდგს ჩვენ. თითქოს ამბობენ, გვიხსენი ამ აბეზარისაგან, გაგვათავისუფლე მისი ყვირილისგან. რას ამბობს ღმერთი? ნუ თუ თქვენ ფიქრობთ ამბობს ის, რომ უმიზეზოდ ვდუმვარ და პასუხისღირსად არ ვთვლი, მომისმინეთ. არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნაცხოვართა მათ წარწმედულთა სახლისა ისრაელისათა. ნუ თუ არ იცით, რომ ეს ქალი უცხოტომელია? ნუ თუ არ იცით, რომ გიბძანეთ არიაროთ წარმართების გზით? რად გინდათ, რომ გამოუცდელად თანაუგზნოთ მას? შეხედე კეთილგონიერებას ბრძენი უფლისა. როდესაც ქალის გოდებას პასუხი აღირსა, ამ პასუხით ადრინდელ დუმილზე მეტად განგმირა მისი გული და თითქოს სასიკვდილოდ გასწირა. ამით მას სურს თანდათანობით აიძულოს გამოთქვას ისე, რომ მოწაფეებმა მასში დამალული რწმენა დაინახონ. ქალი არ დაეცა სულიერად, არ შეასუსტა გულმოდგინეობა მას შემდეგაც, რაც დაინახა, რომ მოწაფეებმა მასზე მეტი გულმოდგინება არ გამოიჩინეს და არ უთხრა თავის თავს. თუ მათ ვერ შეძლეს თავიანთი შუამდგომლობით უფლის წყალობის ჩემზე მომართვა, მე რაღაც ვეცადო. პირიქით, თითქოს ცეცხლზე იწვოდეს, სულით ანთებული და გულით დაკოდილი, თაყვანს სცემს და ამბობს: უფალო, შემიწყალე მე? მაგრამ ის ამის შემდეგაც არ ისმენს ქალის თხოვნას და ადრინდელზე უფრო მკაცრად პასუხობს. არა კეთილარს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. დაფიქრდი, საყვარელო, გაიოცეს სულიერი ძალა და მისი არაჩვეულებრივი რწმენა. ძაღლის ხსენებაზე არ გაბრაზდა, არ წავიდა, არამედ უდიდესი გულკეთილობით თქვა: ჰე, უფალო, რამე თუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცვივინ ტაბლისაგან უფალთა მათთასა. ვაღიარებ, რომ მე ძაღლი ვარ. ღირსად ჩამთვალე როგორც ძაღლი, თუნდაც ტრაპეზის ნარჩენებით დაუპურდე. ხედავ ქალის რწმენას და გულმოწყალებას. საკუთარ თავზე მიიღო უფლის ნათქვამი და მაშინვე მიიღო ის, რაც სურდა უდიდესი ქებით. რა უთხრა მას ქრისტემ? ჰოი, დედაკაცო, დიდარ სარწმუნოება ეგე შენი, გეყავ შენ, ვითარცა გნებავს და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან. ჰოი, დედაკაცო, ეს მიმართვა გაკვირვებას და უდიდეს ქებას გამოხატავს. უდიდესი რწმენაა ჩვენე, ამბობს ის, და გექნება შენ ის, რაც გსურს. შეხედე, როგორი გასაოცარია სიუხვე უფლისა და სიბრძნე მისი. თავიდან ხომ შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ არ თანაუგზნობს, როცა აგრერიგად უარყო და პასუხისღირსადაც კი არ ჩათვალა ქალი. შემდეგ კი თითქოს თავიდან იშორებდა და განაგდებდა მასთან ასეთი გულმოდგინებით მისულს, მაგრამ დასასრულის მიხედვით იმსჯელე უფლის სამართალსა და სიკეთეზე. მას ამ ქალის განდიდება სურდა, ამიტომ აყოვნებდა მისი თხოვნის შესრულებას. მაშინვე რომ შეესმინა, ქალის სათნოება ჩვენთვის დაფარული დარჩებოდა. უფალმა ცოტა დააყოვნა და ჩვენ ნახეთ უფლის უდიდესი კაცთმოყვარეობაც და ქალის საოცარი რწმენაც. ამ ამბის გადმოცემა საჭიროდ მივიჩნიეთ, რათა თქვენ იცოდეთ, სასურველს ვიღებთ არა იმდენად სხვების შუამდგომლობის საფუძველზე, რამდენსაც საკუთარი გულისხმიერებით და ყურადღების გაძლიერებით. ამ ქალს შუამდგომლებად უფლის მოწაფეები ჰყავდა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია, ვიდრე თვითონ თავისი მოთმინებით არ მიიპყრო თავისკენ კაცთმოყვარეობა უფლისა. ასევე ცნობილია იგავი მეგობარზე, რომელიც ღამით ეწვია და 3 პური ითხოვა. იგივე შეგონებაა. აქ ნათქვამია: გეტყვით თქვენ, რაღაცა თუ არა ეძლოს მას აღდგომად და მიცემად, რამე თუ არს იგი მეგობარ მისა წყინებისა მისთვის მისის აღდგეს და მისცეს რა. ოდენი უხმდეს მას, მაშ ასე, ვიცით გამოუთქმელი კაცთმოყვარეობა უფლისა ჩვენისა, მივმართოთ და გავიაზროთ ჩვენი ცოდვები, ვთხოვოთ ადრინდელი ცოდვებისთვის შენდობა, რათა მომავალში გამოვიჩინოთ მეტი გულმოდგინება კეთილ საქმეებში. მაშინ მისი წყალობის ღირსი გავხდებით, დაუბრუნდეთ ჩვენ საკითხავს. ნათქვამია: აიყარა ლოთი სეგორიდან და მთაში დასახლდა თავის 2 ქალიშვილთან ერთად, რადგან სეგორში ცხოვრების ეშინოდა. ერთ გამოქვაბულში დასახლდა თავის 2 ქალიშვილთან ერთად, მართალი, ჯერ კიდევ შეშინებული იმ სასტიკი სასჯელის გამო, რომელიც სოდომელებს ეწია, შორს მიდის და მთაში სახლდება ქალიშვილებთან ერთად. ამგვარად დარჩა ის განმარტოებული ქალიშვილებთან ერთად. ნათქვამია: უთხრა, უფროსმა უმცროს მოხუცია მამა ჩვენი და კაცი არ არის ამ ქვეყანაში, რომ შემოვიდეს ჩვენთან როგორც ქვეყნის წესი და რიგია. მოდი დავალევინოთ ღვინო მამა ჩვენს და მიუწვეთ შთამომავლობა აღუდგინოთ მამა ჩვენს მოგრძალებით და დიდი შიშით ვიღოთ ყურად, საყვარელნო ყველაფერი, რაც საღვთო წერილშია ნათქვამი. არაფერი დაწერილა უმიზნოდ და ტყუილუბრალოდ ყველაფერი სასარგებლოა და ჩვენთვის საკეთილდღეო, თუმცა ვერ ვაცნობიერებთ, რადგან არ შეგვიძლია ყველაფერი ზუსტად ვიცოდეთ. მიუხედავად იმისა, რომ როგორც შეგვიძლია ვცდილობთ განმარტოთ საღვთო წერილში გაცხადებული ზოგიერთი მოვლენის მიზეზი, მაინც ბევრი რამ რჩება იდუმალი. ბევრი განძია ჩვენგან დაფარული და შეუცნობელი. ამრიგად ნახე საღვთო წერილი როგორ მოგვითხრობს ყველაფრის შესახებ ნათლად და გვისაბუთებს მართლის ქალიშვილების ჩანაფიქრს, ამართლებს მათ და ლოტს, რათა არავინ განიკითხოს არც მართალი და არც მისი ქალიშვილები თითქოს თავშეუკავებლობის გამო სისხლის აღრევა მოხდა. როგორ ამართლებს საღვთო წერილი მართლის ქალიშვილებს? უთხრა უფროსმა უმცროს: მოხუცია მამა ჩვენი და კაცი არ არის ამ ქვეყანაში, რომ შემოვიდეს ჩვენთან როგორც ქვეყნის წესი და რიგია.
მიზანს მიაქციე ყურადღება და აღარ განიკითხავ მათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ქვეყანაში ყველაფერი დაიღუპა და არავინ გადარჩა. ხედავენ მამის მოხუცებულობასაც. ამგვარად ისინი ამბობენ, რათა არ შეწყდეს ჩვენი შთამომავლობა და არ დავრჩეთ უსახელოდ, სრულიად რომ არ გადავშენდეთ, მამა მოხუცდა. არავინ ყავს, ვისთანაც გვარის გასამრავლებლად და ჩვენს შემდეგ ოჯახის დასატოვებლად შევუღლდებით. ამიტომ მოდი დავალევინოთ ღვინო მამა ჩვენს, რადგან მამა თვითონ ამას არასოდეს დაუშვებს, არც კი მოისმენს, გამოვიყენოთ ტყუილი ღვინის საშუალებით. შეასვეს ღვინო მამას იმ ღამით. მივიდა უფროსი და მიუწვა მამას, ხოლო მამამ ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა. ხომ ხედავთ საღვთო წერილი, როგორ ამართლებს მართალს და არა მხოლოდ ერთხელ, არამედ მეორედაც. პირველად, იმით რომ ღვინის საშუალებით შვილებმა მოატყუეს, რადგან სხვაგვარად ვერ დაარწმუნებდნენ მამას, ვერ ჩაადენინებდნენ ასეთ საქციელს. შემდეგ ყველაფერი ისე განვითარდა, რომ ღრმა ძილისა და ღვინით თრობის გამო ლოთმა სრულებით არაფერი იცოდა მომხდარის შესახებ. ამგვარად განკითხვის ობიექტი გახდა. განიხილება და ისჯება მხოლოდ ის ცოდვები, რომლებსაც შეგნებულად საკუთარი ნებით ჩავდივართ. მართალ ლოთს რაც შეეხება, როგორც ხედავთ, საღვთო წერილი ადასტურებს, რომ მან სრულიად არაფერი იცოდა მომხდარის შესახებ. აქ მეორე კითხვა ჩნდება, ესაა სიმთვრალე. საჭიროა ყველაფრის გამოძიება, რათა უგუნურებს და ურცხვებს ავსიტყვაობისთვის არანაირი მიზეზი არ დაუტოვოთ. რას ვიტყვით სიმთვრალის შესახებ? იმას, რომ არა იმდენად თავშეუკავებლობისგან, რამდენადაც სულიერი მწუხარებისაგან დათვრა. ამრიგად, ვერავინ გაბედავს, განიკითხოს მართალი და მისი ქალიშვილები. უკიდურესად განუსჯელი და უგუნური იქნებოდა ჩვენ განგვესაჯა ის, ვისაც საღვთო წერილი ყოველგვარი განკითხვისგან ათავისუფლებს და მის გასამართლებელ საბუთებს გვთავაზობს. უსაზღვროდ დავამძიმებთ ჩვენს ცოდვებს, თუ არ შევისმენთ პავლე მოციქულის სიტყვებს, რომელიც ამბობს: ვინ არს მაბრალობელ რჩეულთა მათ ღმრთისათა, ღმერთი არს განმამართლებელ. ეს რომ უბრალოდ და უმიზეზოდ კი არ მოხდა, არამედ სულის გადაჭარბებულმა მწუხარებამ ღვინის მოხმარების დამატებით მიიყვანა იგი სრულ უგონობამდე, მოისმინე, რას ამბობს ამის შესახებ საღვთო წერილი. მეორე დღეს უფროსი ეუბნება უმცროსს: აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩემთან, შევასვათ ღვინო ამაღამაც, მიდი და მიუწექი. შთამომავლობა აღუდგინოთ მამა ჩვენს. ხედავ, როგორი სწორი მიზნით აკეთებენ ამას. შეასვეს ღვინო იმ ღამითაც მამას. ადგა უმცროსი და მიუწვა, ხოლო მან ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა. ნახეთ, საყვარელნო, როგორ ექვემდებარება ეს ყველაფერი საღვთო განგებულებას, მსგავსად იმისა, როგორც ეს პირველქმნილი ადამიანის შემთხვევაში მოხდა. მაშინაც ძილის დროს აიღო ღმერთმა მისი ნეკნი, ისე რომ ადამიანს არც გაუგია, ამ ნეკნისგან ქალი შექმნა და ადამიანს მიუყვანა. ასე მოხდა ამჯერადაც. თუ ნეკნის ამოღება ისე დასრულდა, რომ ადამიანმა ვერ იგრძნო, მეტადრე ბუნებრივია ახლანდელ შემთხვევაში. საღვთო წერილი შთაგვაგონებს და ამბობს: უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვა რა ადამიანს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. აქაც იგივე შეგვაგონებს. დაორსულდა ლოტის 2 ასული მამისაგან. შვაძე უფროსმა და უწოდა სახელად მოაბი. იგი არის მოაბელთა მამა დღევანდლამდე. უმცროსმა შვაძე და უწოდა სახელად ბენყამი. იგი არის ყამონიანთა მამა დღევანდლამდე. ხედავ, მომხდარი არ იყო თავშეუკავებლობის შედეგი. ახალშობილებს ისეთი სახელები დაარქვეს, რომლებიც თვითონ მოვლენაზე მიუთითებდნენ და ბავშვების სახელებში წინასწარ იყო განსაზღვრული, რომ მათგან და მათი შთამომავლობისგან წამოვიდოდა ახალი ხალხი, მრავალრიცხოვანი თაობა. ერთი, როგორც ითქვა, იქნება მამა მოაბელების და მეორე მამა ამონელების. მაშინ ჯერ კიდევ დასაწყისი და პირველყოფილი დრო იყო კაცობრიობის და ყველას სურდა საგვარეულოს გაგრძელებით უკდავ ყოფილიყო მათი სახელი. სწორედ ამიტომ იზრუნეს ამდენი მართალის ქალიშვილებმა. ახლა როცა უფლის წყალობით რწმენის მდგომარეობა ამაღლდა და ნეტარი პავლეს სიტყვებით წარმავალს არს ხატი ამის სოფლისა, ადამიანებს თავი კეთილი საქმეებით უნდა დავამახსოვროთ, რათა ამ ქვეყნიდან გასვლის შემდეგ ჩვენი სათნო ცხოვრებით ვიყოთ მოსაგონარი და შეგონება მათთვის, ვინც თვალყურს გვადევნებს. სათნოებამ და უბიწოების დაცვამ არა მარტო აქაურ ცხოვრებაში შეიძლება მოგვიტანოს უდიდესი სარგებელი, არამედ შემდეგაც. ამაში რომ დავწმუნდეთ, შეხედე რამდენი საუკუნე გავიდა და ყოველ ჯერზე როცა გვსურს ვინმე უბიწოებაზე წავახალისოთ, მაგალითისთვის კეთილსახიერი ბრწყინვალე, ახალგაზრდა იოსები მოყავს, რომელმაც გაფურჩქნის ასაკში საოცარი სიძლიერე გამოავლინა უბიწოების შენახვით. ასეთი მაგალითით ვცდილობთ გავუღვიძოთ მსმენელებს ამ წმინდანის მიბაძვის სურვილი. მითხარი, შეიძლება თუ არა გაოცდე ამ ნეტარი კაცით, რომელიც მონობაში მყოფი, გაფურჩქნის ასაკში, როცა ყველაზე უფრო გიზგიზებს სურვილის ცეცხლი, ხედავს ქალბატონს, რომელიც გააფთრებული ვნებით ესხმის თავს და მიუხედავად ამისა, ისეთ ვაჟკაცობას იჩენს, ისე მტკიცედ ჩადის საგმირო საქმეს უბიწოების შესანახად, რომ გარბის სამოშე მოძარცული იმისთვის, რომ უბიწოება შეინარჩუნოს. ჩანს იყო აქ რაღაც ახალი და უჩვეულო. კრავი ჩავარდა მგლის კლანჭებში, ან და უკეთ რომ თქვათ ლომის და მისგან დახსნას შეძლო, როგორც მტრედი გაექცეოდა ქორს, ასევე გაექცა წმინდანი ქალს. არც ისე საოცრებად მიმაჩნია ის, რომ სამმა ყმაწვილმა ბაბილონში ცეცხლზე გაიმარჯვა და სხეული ოდნავადაც არ დაშავებიათ, არამედ ის, რამდენად საკვირველი და არაჩვეულებრივია ბაბილონზე სასტიკ განსაცდელში ჩავარდნილი ყმაწვილი.
ასეთ პირობებშიც კი შეუხებელი დარჩა და იქიდან გამოსულმა უბიწოების წმინდა სამოსი შეინარჩუნა. თუმცა ნუ გაგიკვირდება საყვარელო. თავის მხრივ ყველა ღონე იხმარა, მაგრამ ზეგარდამო ჰქონდა შეწევნა, რომელიც ეხმარებოდა, აკრობდა ცეცხლს და სულიწმინდის მადლით ასხივოსნებდა. ხედავთ ხალხი როგორი სათნოა აქ მყოფებიც და აქედან წარდგენილებიც მაგალითები არიან ჩვენ სასარგებლოდ. იოსების მაგალითიც იმისთვის მოვიტანეთ, რომ ყველამ მიბაძოს მას. ყველა შევეჯიბროთ მას, დავდგეთ ცდუნებებზე მაღლაა. და როცა გვეცოდინება, რომ არა არს ბრძოლა ჩვენი სისხლითა მიმართ და ხორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან სასაქუეშე, საკუთარ თავს აღჭურვავთ. წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ შემოსილნი სხეულით იძულებულნი ვართ ვებრძოლოთ უსხეულო ძალებს, თავი დავიცვათ სულიერი იარაღით. ამგვარად ხორციელად ვართ შემოსილნი, მაგრამ უხილავ ძალებთან ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული. ამიტომ კაცთმოყვარე უფალმა ჩვენთვის უხილავი იარაღი მოამზადა, რათა შევძლოთ მოწინააღმდეგის ბუნების დაძლევა. მას ასე ამ იარაღის ძალის იმედით ყველაფერს ვიღონებთ, რაც საჭიროა. სულიერი იარაღით დაცულნი შევძლებთ თვითურჩხული დავამარცხოთ. მას არ შეუძლია აიტანოს ელვარება, ასეთი იარაღიდან გამომავალი, მართალია ეწინააღმდეგება, მაგრამ მაშინვე ბრმავდება. სულიწმინდის მადლი უხვად გარდამოევლინება იქ, სადაც ერთდება უბიწოება, პატიოსნება და სხვა სათნოებები. ამიტომ პავლეც ამბობდა: უკვე თუ შესაძლებელ არს თქვენ მიერ ყოველთა კაცთა თანამშვიდობას აღყოფდით. ამგვარად გარწმუნებთ, გავიწმინდოთ სინდისი და გონება, რათა უწმინდური აზრებისგან გათავისუფლებით მოვიზიდოთ სულიწმინდის მადლი. გადავურჩეთ ეშმაკის სასჯელს და ღირსი გავხდეთ მარადი ნეტარების და ენით აუწერელი კეთილდღეობის, რომელსაც დავიმსახურებთ ყველანი მადლითა და კაცთმოყვარეობითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, თანა მამით, სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.